გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზე სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის აფთიაქი. გადაცემის სპონსორია კეტონალი დუო. კეტონალი დუო სწრაფად და ხანგრძლივად აყუჩებს ტკივილს. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. Pinexi 1 კილოგრამი ამანათი ჩინეთიდან $8. მიწოდება 5 დღეს. გამარჯობა მოგესალმებათ ვანო შოუ პირველი იუმორისტული შოუ TV პირველზე ძვირფასო ტელემაყურებლებო მოგილოცავთ ყველას ახალ 2026 წელს გისურვებთ ჯანმრთელობას ულევს სიხარულს და ბედნიერებას ვიწყებთ TV პირველზე 2026 წლის პირველ გადაცემას ძვირფასო ტელემაყურებლებო მინდა განსაკუთრებულად მიულოცო ახალი წლის დადგომა სინდისის პატიმრებს ონისე ცხადაძეს ჩვენ ონისეს და ყველა პატიმარს ულოცავ ახალ წელს და შობას ისურვებთ მალე გათავისუფლებას იმედია თქვენ კამერებში მიუხედავად ყველაფრისა არის შემართება იმიტომ რომ აქეთ ჩვენს კამერაში იმედიანად ვართ ხო აქეთაც ერთი დიდი კამერაა ზოგადად რო იცოდეთ სანამ რამე არ შეიცვლება ეს ქვეყანა ერთი დიდი კამერაა რო იცოდეთ. ამიტომ ყველას ვუსურებ თავისუფლებას, ციხის ადმინისტრაციის შეცვლას და ციხის კამერების გახსნას. ესეთი დიდებული სიტყვა ვთქვი. დადგა 2026 წელი, 2026 წელი ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით არის ცეცხლოვანი ცხენის წელი. ესე იგი 2014 წლის მერე მეორედ დადგა ცხენის წელი. უბრალოდ ამ ცხენს უფრო გაფართოებული თვალები აქვს. უკვირს კიდევ ბიძინა რომ დახვდა ხელისუფლებაში ძვირფასო ტელემაყურებლები. დღეს 2 იანვარია ბედობაა და გისურვებთ ამ დღეს ყველაფერი საუკეთესო დაგმედებოდეთ და რადგან ახლა მე მიყურებთ, ესე იგი საუკეთესო უკვე დაგებედათ. საუკეთესო. ინდა პოლიტიკოსებსაც მიულოცო ახალი წელი, ოპოზიციით დავიწყებ, გისურვებთ სალათ ოლივიესავით ყველგან. ყველა ეთერში ყოფილიყავით, გისურვებთ ისეთი დაფასებული იყავით, როგორც საცივია საახალწლო სუფრაზე და ბოლოს გისურვებთ ისე გაერთიანებას, როგორც კბილები ერთიანდება გოზინაყის ჭამის დროს. მეგობრებო, მე მოგიმზადეთ სიურპრიზი. ახალ წელს უხდება გრანდიოზული შოუ, როგორც ყველა იცით. ამიტომ ახლა მოდი ძვირფასო ტელემაყურებლებო ერთად ავანთოთ ჩვენი გრანდიოზული ნაძვისხე. მოდი დავითვალოთ უკან დავითვალოთ 10 9 8 7 6 5 4 3 2 1 ბრავო რამხელა განათება აქ თვალს მოგჭრის ადამიანს როგორი განათება ცოტა დაუწიეთ განათებას, რომ იმიტომ ზედმეტი განათება ალბათ შეიძლება ძალიან ძიმეთ მოქმედოს ჩემს განიმაზე თვალებზე. ალბათ იტყვით თუ კრიზისია ეს ამხელა ნაძვისხე საიდანო. საიდან და კოლ-ცენტრებიდან გენაცვალე, რომ ვაფინანსებდნენ, აი შედეგით სახეზეა. როგორი ნაძვისხეს წამოვჭიბეთ. მთელი ევროპის პენსიონერების ფულით არის შეძენილი. გაგიხელთ გეტყვით რომ ამ ნაძვისხეში გადავიხადეთ მთელი 20 ლარი ძვირფასო მეგობრებო. იყო 15 ლარიანებიც, მაგრამ მივეცით თავს უფლება რომ ეს აგვერჩია. რატო უნდა ჩამორჩეთ სამთავრობო არხებს? ჩვენ შეგვიძლია ესე მაყუთის გასროლა რაღაცაში, ეს არ არის. სიმართლე რო გითხრათ ეს ნაძვისხე რომ დავდგით, სანამ გადაღებას დავიწყებდით, არხის დამლაგებელმა და დარაჯმა ხურდები დაგვიყარა. მაინც გული დაეწვათ და რა ვქნათ აი ესეთი გულით არის დადგმული, რაც ყველაზე მთავარია. ამით ვიმშვიდებთ თავებს, რომ გულით არის დადგმული.
ოპოზიციური ტელევიზიებისგან განსხვავებით სრული სიმდიდრე გადმოსჩქებთ და სამთავრობო არხების საახალწლო გადაცემებიდან ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, რომელი ტელევიზია უფრო მდიდარია, რომელს უფრო მეტი სანახაობა აქვს, ხოლო ოპოზიციურ არხებზე ერთმანეთს ვეჯიბრებოდით, ვინ რა ვჭამეთ ამ ახალ წელს. ესე ვიყავით, რა ვქნათ. სამთავრობო არხებთან ერთად ეს პერიოდი სამთავრობო მომღერლებისთვისაც გამორჩეულია. საახალწლო კონცერტები ყველა დიდ ქალაქში გაიმართა და რა თქმა უნდა მხოლოდ სამთავრობო მომღერლები მღეროდნენ. სამთავრობო მომღერლებს უნდა ემღერათ, აბა რა უნდა ეკნათ. სოფლიო ბანები ეგენი არიან და ეხლა პაატა ბურჭულაძისნაირი პაპსავიკები კი ზიან ციხეში გამოკეტილი. მხოლოდ ბათუმის კონცერტში 428,000 ლარი დაიხარჯა ბიუჯეტიდან. ასე რომ დამშვიდით ხალხო. თქვენი ბავშვები თუ მშივრები არიან, რეზო და ბავშვები არიან მაძღრები. რაქნას ამ სამთავრობო მომღერლებას მართლა რომ შევხედოთ, რაქნან ორი რაღაც უხარიათ ცხოვრებაში, არჩევნები და ახალი წელი. ხალხიც მასეა, მხოლოდ არჩევნების დროს უსმენენ და ახალ წლის ღამეს. სხვა დანარჩენ პერიოდში არ ამგონია ვინმე უსმენდეთ მაგათ, ძვირფასო მეგობრებო, ასე მგონია. ორად-ორჯერ უსმენენ, ერთი არის ახალი წელი და რა ვიცი, არჩევნები თუ მოუწევს კიდე მალმალე უფრო გაპოპულარულდებიან, თორე ისე რა ვიცი. სახალხო ღონისძიებები რომ შევაჯამოთ, ჩვეულებრივი ახალი წელი იყო, აი არაფრით გამორჩეული და განსაკუთრებული. ოცნების მომღერლები ისევ გვიმღეროდნენ ფიფქებო, ფიფქებო, კატკატა ფიფქებო. უბრალოდ ყოველ წელს მომღერლები იცვლებიან. ანუ ფიფქობოს ფონოგრამა ყველა მომღერალს აქვს ისე სიმართლე რეპერტუარში. ჩინური კალენდარისავით არის რა, მაგის მიხედვით და ყოველ 12 წელში ერთხელ უწევს თითო მომღერალს ამ სიმღერის მღერა. წელს არ ვიცი ვინ იმღერა, მაგრამ წელსაც იმღერეს. სამთავრობო არხებიდან ქართული ოცნების წევრები მთელი წელი გაიძახდნენ, რომ კაცებს გვათხოვებენ ეს 2025 წელს, მაგრამ 2025-ში ვერ გავთხოვდით, ძვირფასო მეგობრებო. 2026-ში ნეტა რა იქნება? იქნება დაგვადგეს საშვილი. რა ვიცი, გენაცვალე ამ ევროპებში ზოგი ორ-ორჯერ თხოვდება და ჩვენ რა გავხდით ესეთი საჯიშე ქართველები, როდემდე უნდა ვიყოთ ესე? ხო? არა და ასაკიცხო გვემატება რა, ხო? მოტაცებითაც არავინ გვიტაცებს, რა ვიცი, ნახოთ 2026-ში ბედისწერა რა თავგადასავლებს გვიმწადა. მინდა ოპოზიციაზეც თქვა ორი სიტყვა. ოპოზიციის გაერთიანების გეგმა მაქვს ძალიან საინტერესო. აი ესეთი მაგალითად, მე ხო ყოველ კვირა გთავაზობთ, ხო და ახლა მე ამჯერად ესეთი მოვიფიქრე. ერთი ნაცის შვილს შევაყვაროთ ლელოს ერთ-ერთის წევრის შვილი. დაოჯახდებიან. ეყოლებათ ბავშვი, რომელსაც მოვანათლინებთ ლეიბორისტებს, გირჩს და დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს. საქართველოს სიყვარულმა თუ არა იქნება ნათელ მირონობა, მაინც გააერთიანოს ეს ხალხი, გამაგებინეთ. ნათელ მირონობა. მე მაინც მინდა ოპტიმისტურად შევეხო პოლიტიკურ ვითარებას. მე მჯერა 2026 წელს გაერთიანდება ოპოზიცია, რომ ამ გაერთიანებული ძალებით შეუტიონ ამ ხელისუფლებას. 2028-ის საპარლამენტო არჩევნებში ვსაუბრობ, რომ შეუტიონ 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებს. ხო და ქართული ოცნება გვიფრთხილი, ზუსტად 2 წელი დააგრჩათ იქამდე, სანამ გაიგონებთ ფრაზას დადგა თქვენი დასასრულის დასაწყისი. დაიმახსოვრეთ, ზუსტად 2028 წლის 1 იანვარს, სხვა თუ არა, მე ვიქნები, ვინც ამ ფრაზას პირში მოგახლით. დიახ. და მონოლოგის ბოლოს მინდა ვთქვა ჩემი პროგნოზი. როგორ იქნება ოცნებისთვის ახალი 2026 წელი? როგორც ვიცით, ბოლო 10 წელია ამ მთავრობის დღეები დათვლილია. და ყოველ წელს უფრო და უფრო ყანყალდება, ძვირფასო მეგობრებო. მე იმედი მაქვს, რომ 2026 წელს ქართული ოცნება ამჯერად მოფახფახდება. შემდეგ წელს უკვე მოლაყლაყდება, მერე მობარბაცდება შემდეგ წლებში, მერე მოთრახთრახდება
და აი მაგის მერე ვნახოთ ერთი როგორი იქნება კიდევ ერთი 15 წელი ასე მოთრახთრახებული ეს ქართული ოცნება. ერთი 15 წელი შევხედოთ კიდე რანაირად იქნებიან ეს მოთრახთრახებულები. აი ეგ იქნება ჩემი პროგნოზი, არ ჩოლებ პროგნოზები მაქვს. მადლობა ძვირფასო მეგობრებო, ეს იყო ჩემი საახალწლო ეთერის მონოლოგი და იმედი მაქვს 2026 წელს მაინც გააფორმებს ჩემს ბენს, ჩემს გადაცემას ბენდი თამუნა ლეგვიშვილის ხელმძღვანელობით. მადლობა. ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან რეჟისორი ბატონ ლევან წულაძე და მსახიობი ქალბატონი ეკა ჩხეიძე. აქვე მინდა შეგახსენოთ ჩვენი პარტნიორების შესახებ გადაცემის წარდგენია კომპანია PSP, PSP-ს ძირითადი ორიენტირი მომხმარებელზე და მის ინტერესებზე ზრუნვა. PSP ჩვენი ოჯახის აფთიაქი. ვანო შოუს სპონსორია კეტონალი დუო. კეტონალი დუოს ჭკვიანი კაფსულა სწრაფად მოგიხსნით ტკივილს. ასევე გადაცემის პარტნიორია Pinex-ში, ამანათები ჩინეთიდან ყველაზე დაბალი ფასი ბაზარზე და სუპერ სწრაფი ტრანსპორტირება. დარეგისტრირდი Pinex-ზე დღესვე Pinex-ში გილოცავთ ახალ წელს. ასევე გადაცემის პარტნიორია მეღვინეობა პირველი პრემიუმ ხარისხის ღვინო თქვენ სუფრაზე და გადაცემის პარტნიორია eSpace Design. eSpace Design ქმნის თანამედროვე და პრაქტიკულ ინტერიერის დიზაინს. eSpace Design ჩვენ ქმნით თქვენს სივრცეს. ასევე გადაცემის პარტნიორია კომპანია ზარაფხანა. აქვე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენმა შემოქმედებით ჯგუფმა შევქმნით ახალი გასართობი არხი, ჩვენი არხი, რომელიც მარტივად შეგიძლიათ მოძებნოთ თქვენ სატელევიზიო პულტებზე, ვისაც მაგთი გაქვთ ნომერი 45, სილქნერი და ახალი ქსელები 345 და მარტივი ნომერი 45. აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს YouTube არხზე შაბათ შოუ ჯგუფი, გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ სიახლეებს. ვაგრძელებთ გადაცემას და მინდა წარმოგიდგინოთ ჟურნალისტის და ნინო წილოსანის მუსიკალური დუეტი. ვნახოთ. ფასო მეგობრებო, ვაგრძელებთ გადაცემას და მინდა დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი წარმოვადგინოთ ბატონი ლევან წულაძე. ბატონ ლევან, ამ წელშიც უკვე გილოცავთ პირველში ახალ წელს დედობა. ჩვენსაც მრავალ დაგვედებოდეთ, სიკეთე ფინანსური აღმავლობა და ხო, ნუ ფინანსური დემოკრატია და ყველაფერი კარგი. ალბათ დაძვის ხესო შეხედეთ. რასტაბა თქვიალებს, მივხვდი აყვავებულ ქვეყანაში ვცხოვრობ. ეთქვა ფინანსურად წელში ხართ გამართულები, დამაბრმავა ცოტა. დიახ, საზეიმო ვითარებაში ავალთ. ცოტა ზედმეტი განათება კი მოგვივიდა, მაგრამ ასე თუ ისე შეუჩეველზე ძნელია. შეუჩეველზე ძნელია, მაგრამ ზოგადად სტუდია გადანათებული იტანს. სიბნელეში არ ვარგა, ესე ძალიან განათება და ამიტომ. ესე იგი, გილოცავთ კიდევ ერთხელ და მინდა ყველაფერი კარგი გქონოდეთ ცხოვრებაში. ჩვენც ასევე და ყველა. იცით როგორ არის სიტუაცია, რატო მოგიწვიეთ ახლა ჩვენ ზოგადად ესე მალმალე ხო სტუმრებს ხო, ნუ რაღაცა დაშორებები არის სტუმრებს შორის, მაგრამ ზოგადად წელიწადში ერთხელ ჩვენ გვაქვს ხოლმე ესეთი გამორჩეული სტუმრის ბლოკი, სადაც მოყვავს წლის საინტერესო სტუმარი, რომელიც რა თქმა უნდა ერთ-ერთი გამორჩეული იყო მთელი წლის განმავლობაში 2025-ში. 25-ში. ხო და სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ტრადიციად გვექცა კომპანია ზარაფხანა, რომელიც მუდმივად თანამშრომლობს ჩვენთან, აწესებს ხოლმე ყოველწლიურ წლის სტუმრის პრიზს, ანუ წლის სტუმარი. ანუ ვინ იყო ყველაზე გამორჩეული სტუმარი ამ წელიწადს? ეხლა თქვენი რაჭის ისტორიას ვერ გავეკეცით. ხო, იმიტომ რომ 600.000 რაღაცა ნახვა აქვს, ჯერ მარტო 10 წუთიანი ისტორიაა და თან როგორ არის მოყოლილი, აი დიდებულად ბატონ ლევან. აი გავწიწდი ახლა. ხო. ამიტომ ესე იგი ძვირფასო ტელემაყურებლებო 2025 წლის სტუმარი გახდა ბატონი ლევან წულაძე. აი. რამადარი. აი როგორი გრანდიოზული მაგარია. ფეერვერკი შეგძლებია. როგორი ფეერვერკი შეგძლებია ბატონ ლევან. დიდი მადლობა, ესე იგი კომპანია ზარაფხანა გვიმზადებს ყოველწლიურად ოქროს ვანო, ესე ქვია.
ზარაფხანა იცით თქვენ რომ ოქროს დაკეთებებში არის სამყვანი კომპანია, მისი გით რომ არ არსებობს. აქაც აწერია ვალოშოუს წლის სტუმარი ბატონ ლევან წულაძე 2025. ძალიან შეგიძლიათ გადაადნოთ, გადმოადნოთ მოვახერხოთ და რაღაცა ისე ბრინჯი რაღაცა გრეჩიკა გაიწვის რო გაგიჭირდებათ ეტაპობრივად რაღაც ნაწილები შეგიძლიათ გასწრაფი როგორი არის გადასწარო დიდი მადლობა ყველა ძალიან დიდი პატივია და არაფხანას მადლობა და თქვენ მადლობა ჩემო ბატონო ხო ეს მინდა რომ თუ თეატრში დადგავთ თქვენს კაბინეტში კარგი იქნება თუ სახში დადგავთ კაბიხარდება იმიტომ რომ არა მაგ კაბინეტი და ის სხვის კაბინეტში სხვის კაბინეტში და ვაზმიშვილის კაბინეტში და გამიცოდეს კი ბატონო ვისი ის არის დირექტორია რადგანაც ჩვენს მძღოლს მოყავხართ ხოლმე ანუ უკვე თქვენ როგორც ახლა ჩემზე უკეთესად გაშინაურდით ანუ დამეგობრდით გზაში ხო ესე მაშინაც მან წამოვიტანე ხო და ნუ საინტერესო საუბრები გაქვთ ხოლმე მიყვება ხოლმე რა რაზე ლაპარაკობთ გზაში ეხლა ახალ წელს რაზე უნდა ვილაპარაკო ნუ გაგვჩვეულებრივად როგორ შეგვიძლია საცივი მეოთხე საცივია საცივის გარდა რაზე უნდა საცივი მეოთხე ესეთი საცივი და მან შარშან ჩემა ქალიშვილმა გააკეთა საცივი მეოთხე თალცალკე და უკვე შედგა როგორც ქართველი ხალი შარშან დაიბადა როგორც ნამდვილი ქართველი ადამიანი თავის საცივი გააკეთა არ მიყვარს საცივი რას ლაპარაკობ მაგე მიყვარს სამაგო აგაშენა მერქვა მაგეს დავიწყეთ ამით ბაჟეთი გადავედი ბაჟეს რო ის მიგზის ის უნდა ის ყვითელი ზეთი რა კარგია პური როგორი უნდა მაგას ახალი პური არ უნდა ცოტა შემხმარი უნდა იყოს არ ბაჟიდან გადავედით მე პირდაპირ გლიჯეთ ხინკალი მე მითხებ ჩემით ვაკეთებო მალადეც მე ვთხარი ხინკალი ახლა ესეთი ზომა როგორი უნდა იყოს ის კოჭი როგორ უნდა იყოს თუ განვიხილეთ ესა მე გამახსენდა მანანას ბევრი დაძმები ყავდა რუსეთში მაშინ ის ქვეყანა იყოს რაც კიდე შეიძლებოდა ჩასვლა და 1-20 წლის 25 წლის ამბავს ყვევი ძალიან ბევრი დაძმები იყვნენ ერთად შეკრებილები არ ყვევდნენ ვისგან არის ვინ რომელია სანამ თქვენ გაერკვევით მე რა საქმე რომ ხო ხინკალს გაგიკეთებ მე ვთხარ აი და მე წარმომედგინე რომ მე ვაკეთებ ხინკალს და რუსები მიყურებენ და მაქებენ არა დამაგდეს მარტო კუხნოში და წავიდნენ თვითონ გადასარევად ნუ მივხვდი რომ აქ საქართველოს ბედი მაბარია რა და უნდა გავაკეთე ცომი რაღაცა დავაკვდი იმას გავაკუთხელესი ის რო არ გასკდეს რაღაცა და ეს უყურებ როგორია მოხარშე ყველა ხინკალს სახეზე ვცნობ სახელები დავარქვი ერთ ნათელა ქვია მეორე ნორა გურამი ვახტანგი რაღაცა შვილები ვით არიან მივიტანე ახლა ეს ამ რუსებთან და დავდები ხრწ განა რა შობი მე ვქარ რა საკეთებ ეს მე გულზე დამისვი ხა ეს და а что очень хорошо очень რა საკეთებ мы знаем как надо ცოტა მეც არის ყველაფერი ამ სამყაროში ცოტა ჩვენც ვიცით იხართ ებრაელები და თქვენი ხალხი ხარ და საუკუნეები მაგრამ რაღაცა ქართველებსაც ვკითხეთ ნუ არ ნუ აკაკ ჭამეთ როგორც გინდა მოკლედ ამ ხინკლიდან ბოდიში გადავხე ხინკლიდან მე გადავედით იმ თემაზე რომ ძალიან რთულ თემაზე რომ რა არის ქართული სამზარეულო არ ნამდვილი აი თუ მაგარი ხარ ნამდვილი ქაბაბი უნდა გააკეთე თუ არ უნდა ავოკადოს ხინკალი და ასეტრინის თვალის ღერო და გამოსული წვენი არ უნდა ჩაოლებრივ გააკეთე თუ მაგარი ხარ ამაზე გადავედით მარტივ თემაზე ლობიოზე მეო მაგარ ლობიოს გადავედით ლობიოზე მე აღმოჩნდა რომ ბათუმური ხო კაია და გურული ხო იქ არის კიდო რაღაცა ჭრელი რო არის რაღაცა რა მაგ ჩაბიწერე ეს ყველაფერი რაღაცა მე გამახსენდა ონისეს დედა ონიანი ცხოვრობდა რაღაც პერიოდი ჩვენთან ის ჰქონდა მოკლედ რაღაცა პრობლემა ჰქონდა და დედამისი დალის გადასარევ ხალი აკეთებდა ლობიოს ჩვენთან და ეგონა რომ მარტო იყო სახში და მოხარშა ეს ლობიო ელაპარაკება იმას
ოხ რა კარგი ხარ ახლა შენ ბოშ დედა რა კარგი ხარ დედა ახლა ამან შეხედე რა კარგად ამერია მაგრამ ახლა შენ რო შეკმაზავ მე რა გახდები შეუპატო დედა მე რა გამარჯობა საგანძები მოკლედ სანამ მოვადექით ამას უკვე ვიყავით ჩაკაფულის განვიხილეთ ის ყველაფერი ეხლა ისე ვარ რომ ლამისარი მოკვიჩო მოგიზე ის ალბათ ის პასული ალბათ უკვე ჭამს რაღაცა ისე გემრიელად მოყევით ჩვენ გურიკა ესე არ ჩერდები ხო რაღაცა გამაჩერეთ შიგადა არა მე არ უნდა გაჩერდეთ ესეა მოწყობილი ჩანაშვილის ამბავს მოყევით და წავიღებ ამას და წავალ დონჩანაშვილის ამბავი ეს არ გენეალური და ხინკლის თეორია გადასარევია ბატონი ეროს თამაშობდა ერთ-ერთ სატელევიზიო ფილმში მე ისე ვერ მოყვები მართლა მაგრამ გადასარევი იყო რომ ხინკალიო რომ მოვაო ჯერ ხო ელოდები ამ ხინკალსო ნერწყვი გადგებაო მე რომ მოვაო ჯერ საფთაფა არის ხელი არის გინდა მოკიდო ხელი მაგრამ ვერ იღებ იმიტომ რომ ხელი უნდა დააცალო არადა რომ გაცივდეს არ ივარგებს და არა მაი მივხედავთ ამისა იღებო და ჩაკმი ჩავმა ჯერ იმას შავ პინპილას დააყრიო ეს პინპილა მიაშრება ზედო და ჩაკმი ჩავ ცოტას იქნა ოხშივარ რომ ამოვარდო გონია რომ შიგნით წვენი იმას გონია რომ შერვალზე ხარ ბედნიერების შეჭამ ამ ხინკალს და შეხედავ ამ სამყაროს და მიხვდები რომ იგივე ბითური ხარ რა მანამდე იყავი რაც მანამდე იყავი იზივე ბითური ხარ არაჩვეულებრივი რა კარგად ყვება თან და ეგრე მოგვივიდა ჩვენ ამ ვილაპარაკეთ წავალე ხარ და იმას შევჭამ კორჟიქს გზაში არ გეძახია ხოლმე გვერდებიდან როცა მზაობ ეს ამ მოგვივიდა ზუსტად რომ მოვდიოდით ვიღაცა კარგი ხალხი იყო ახალი წლის ხალხი იყო ხო მაგარ ჩაჭეჭყილები იყვნენ კარგად ხო კარგები იყვნენ გამარჯო გენაცვალეთ გაგიმარჯოთ ბატონო თარ გენაცო გოგი ბატონო გოგი გენაცვალეთ მეუნება დიდი მადლობა იქვა მე ჩვენ იქიდან საიდან ხარა გაუნდა მოკითხვა ჩვენი ქალაქიდან ჩვენი თეატრიდან თქვენ მოკითხვა ოთარს გადაეცით მოკითხვა ჩემგან მე ვთხარი ოთარი ვინ არის აბა გოგი ვინ არის კარგი ხალხი იყო კაიო ხასიათზე იყვნენ ესე უნდა დავლოცოთ ყველა ერთმანეთი ამდენი ჩხუბს და იმას არჯობია ესე ვიყო ხო რაღაცა კარგად რო ჩავატაროთ ეს 26 წელი აღარ ვიჩხუბოთ გინდა გოგი დამეძახეთ გინდა ერასტი გინდა ემზარი აბასინ ონისე მყავ და თქვენს მე სტუმრად და რაჭის ისტორია ონისეს თვალით მოყოლილი ვაყოლე რა მე ხო და კარგი ნახვები ანუ ყველაფერს ყვებოდა თქვენ როგორ გადაიქეცით ურჩხულად და აი ამ კლდეზე მიჯაჭვული ურჩხული როგორ შესცქეროდით და აი ამ ოხშივარი როგორ გამოგდიოდათ და ონისეს როგორ ეძებდით რა და ძალიან მინდოდა მე რა არის იცი რომ ფრინავი ონისე მინდოდა მენა გადაფრენილი აი ძალიან აი ისეთი ადგილი იყო თან ერთი ესე კი არ უნდა ძალიან და კაფრინდებოდა დავინახავდი ამბროლაურის თავზე გოფარფატე გავხტარი ონის შესანიშნავ ახნაგობის პიროვნება სახიობს და მეც გადავყვებოდი თან ისეთ გამწარებული ვიყავი ხო და მან როდესაც დავდეთ ეგ ისტორია ცალკე მოჭრილი ერთ-ერთი კომენტარი იყო ძალიან საინტერესო ქვემოთ რა რომ ეხლა ონისეს თვალით დანახული ხო მოგვაყოლოსო და სელფი ვინც გადაიღო იმ გოგოს თვალითო იქნება ისიც რომ და წარმოვიდგინე ის გოგოც რომ მოყვავს ვინც სელფი გადაგიღოთ და ის რომ ცალკე ყვება და ასე სათითაოდ ვინც გაიარა გამოიარა სხვარი იყო გორი დასაკლავი სხვარი სხვარის ისტორია უნდა მიდის ალბათ თუ არ კლავდით გავყავდით ის გაუშვით მე ხო თუ არ კლავდით ბატონო რაღაც მანერვიულეთ რაღაც აკლავდით ქვემოთ გაგეშვით ბალახთან აბა ფიქრობდა კაიო და რაც ბოლოსკენ მაინც თეატრზე მინდა კითხოთ ზოგადად თეატრებს იციან ახალწო რაღაცა გამორჩეულად იციან ხოლმე რაღაცა სახალხო სპექტაკლები როგორ არის ჩვენ გვინდა გავაკეთოთ
გეპაჟებით ჩამოვატონო 12-ში და 13-ში ეგეთი ის მოვიფიქრეთ ჩვენ და სიტი თეატრმა, ქალაქის თეატრმა, რომელიც მაგზის ქუჩაზე რო არიან. ძალიან ნაცესაური თეატრები ვართ ისინი ჩვენ და გვინდა რომ ერთობლივი ეგეთი სპექტაკლი თუ რაღაცა საღამო გავაკეთოთ 12-ში ჩვენთან ვითამაშოთ 13-ში მათთან რა იქნება არ ვიცით ჯერ იმიტომ რომ აი 4-ში შევიკრიბებით და რაც ენაზე მოგვალგება ყველაფერს გავაკეთებ თავარია რომ ვიყოთ გავახსენოთ ადამიანებს რომ ჩვენს ხიარული ხალხი ვართ 12 და 13 იანვარი ხო 12-ში ჩვენთან 13-ში მათთან აი ესეთ გეგმა გვაქვს ყოველ შემთხვევაში როგორი ახალი წელი იცით ხოლმე სახში გრანდიოზულად იხდით ახალ წელს თუ ანუ არა საცივი არის ძირითადი მოვლენა ჩემი მთელი საიდუმლოებები ვიღაცას რომ რა ქვია თოვლის ბაბუა და რა ჩემთვის იყო საიდუმლო საცივი ჩაკეტილები იყვნენ დიდი სამზარეულოში ბებია ჩემი დედა ჩემი ნაკლებად ნაცესავები ჩამოყავდა კიდო იმერეთიდან აკეთებდნენ ეს საიდუმლო იქიდან ოხშვარი გამოდიოდა არ მაძინებდნენ 4 საათამდე პატარა რო ვიყავ ეს იყო თავარი ამბავი იყო ჩემი შევდიოდი 4-ზე ღამე რო გამესინჯა და მე უნდა მეთქვა მარილი ბევრი აქტუალია და ეს იყო ჩემთვის თავარი ესეთი რიტუალი და თავარი ესეთი მისტიური ღამე ამით ის ახალი წელი ჩემთვის თავარი არის საცივი და ეხლაც ანუ სახში მარტო ხართ და მხოლოდ საცივი არ საცივი მიყვარს ახალ წელს იმიტომ რომ მოვა და საცივის კაი ნაჭრებს შემიწევ მე წლები არ მახსოვს კარგად. ამიტომ საცივით ვიმახსოვრებ. რომელ წელიწადს მოხდა ეგ ამბავი რომ მკითხავენ. იცი რომელი წელი იყო? აი ცოტა ბევრი პერიოდი რომ მოგვივიდა საცივში, აი ეს წელი იყო ეგ. როდესაც თავარი მოვლენა ეგ არის ჩვენთვის. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა ბატონ ლევან რომ გამონახეთ დრო ამ ორიანვარს და მოგიყვანეთ აგაყენეთ სახლიდან მედობადეთ. შესანიშნავი ნაძვის ხე გაქვთ. ხო უფრო ესეთი პარაქიანი წელიწადი კაპიცე 90-იანი წლების დადისხოს არ გაგონებს აი რაღაც ესეთები გვედგა ხო სახლებში თავზე ხირი მომწონს თავზე ბოლოში ვარ კითხვათი ვარ საწყლას კი და ესეთი ნაკლებად ისეთი კარგია ნაკლებად დიდული შეიძლება სამაგერ დემოკრატიულია საშუალო ფენა ვართ აბარა მოკლედ ბატონ ლევან ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით გადაცემაში თუმცა გილოცავთ არაჩვეულებრივი ჩემთვის არაჩვეულებრივი იმიტომ რომ ერთი ხალი არის კეთდება და ისიც თქვენ მიგაქვთ ფაქტურად ოქროს გავცემთ ჩვენ კაი გავხერხოთ თუ ახლა დაგი ხო და არა დიდი მადლობა და მინდა გისურვოთ და მინდა ყველაფერი კარგი გქონოდეთ წარმატებული წელი იყოს თქვენთვის თქვენი თეატრისთვის თქვენი ოჯახისთვის და რა ვიცი ყველაფერი კარგი გქონოდეთ დიდი მადლობა ბატონ ლევან წულაძე იყო ჩვენი გადაცემის თუარი მადლობა ბატონ ლევან ძირფასო მეგობრებო ბრუნდებით ეთერში და მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი გადაცემის თუმარი არაჩვეულებრივი მსახიობი ქალბატონი ეკა ჩხეიძე ძალიან დიდი მადლობა რომ მოახერხეთ და მოხვედით დღეს 2 იანვარია გამებედება ამ ტელევიზიაში გადაცემები და რაღაცები დაგებედებათ ხო და ტელევიზიაშიც ხართ გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის აფთიაქი. მინდა გისურვოთ ყველაფერი საუკეთესო. დიდხანს ყოფნა. ბევრი სპონსორი. გადაცემაში ბევრი სპონსორი. ჩვენს გადაცემაშიც ბევრი სპონსორი, შენს გადაცემაშიც ბევრი სპონსორი. როგორ ბრძანდებით? გადასარევად. არაჩვეულებრივად გამოიყურებით. დიდი მადლობა, მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველას მოგილოცოთ ახალი წელი და იქნება უმაგრესი წელი. აი ესე ხარ დარწმუნებული. ინფორმაცია მაქვს მიღებული. ხო და აი მაგიტომ მოგიძა რაღაცა ინფორმაცია. აუცილებლად, ეხეთ რა რო შემოვედი რაღაცა ბოდიში შეიძლება ვთქვა. ნაძვის ხე არ მომეწონ, რატო? არ მომეწონა. გაქუცულია. ეს არის გაქუცული. აბა რა არის, არ გეკადრება. მთელი 20 ლარი გადავიხადეთ, ეკა, რას ვლაპარაკობ? 15 ლარიანებიც იყო, მაგრამ გავიქნიეთ ფული და 20 გადავიხადეთ. გეთქვა მოგცემდი მე წლების წინ ვიყიდე
ვიყიდე რა მითხრეს რომ ჩუქნითო უბრალოდ ნახევარი ფასი გამომართვეს ნიშნავდა რომ ჩუქ ძალიან ძვირი ღირდა და ნაძვის ხე? ნაძვის ხე უზარმაზარი და მე მაქვს ძველი ბინა, აი ძველი გულისხმობ აღალჭერიანი და ძალიან მინდოდა დათოვლილი ნაძვის ხე. ძალიან მომწონს რა და აი თავის გირჩები და დიდი სუდათოვლილი 2 და 80 იყო სიმაღლეში და გავგიჟდი ისე მომინდა და მოვიტანე. ჩემს მეტი არავინ არ თავს ცხადია, გოგო თბილისში არ ცხოვრობს და ქმარს და ბიჭს ეხა კიდე ნაძვის ხე და 2 ნაძვის ხეს ვდგამ. 3 თუ ცოცხალიც მაქვს და მე-4 ჩიჩილაკი გიჟდები რა, ძალიან მიყვარს ახალი წელი და მიხარია მორთვა სახლის და არ მეზარება რა. თოვლიანმა ნაძვის ხე მიქნავ ანუ ფერსასრუტი ვერ გავაგდე ხელიდან. დამებე და დალაგება. აი ბოლოს ხა რა ავაწყე მივხვდი რომ ძალიან ცუდად არის ჩემი საქმე, მაგრამ ხوار შევატოვებ შუაგზაში ხა. იმის დაშლას კიდე ცალკე ფქვილივით ტრიალებდა მთელ სახლში. მე ბოლოს ნიღაბი გავიკეთე, იმიტომ რომ ცემინებით მოვკვდი. ალერგია მოხდა. მე აი გარდა იმისა რომ დაბლა ეყარა, აი სულ ავეჩი ჩაჯდა თეთრი აი. საშინელება და იმის მერე მიდევ. შემიძლია მოგიტა. არა ჩვენ ავიტან. თავის გირჩებით, არაფერი არ უნდა. არაფერი ხო თან ჭერიც მაღალი გვაქვს ჩვენ, მაღალჭერიანი სტუდია გვაქვს და. ხო, აი ზუსტად აი მხის იმამდე გადასარევი იქნება. ეს ძალიან საწყალია. არ გეკად რა, მე სიმართლეს ვლაპარაკო. ხო და მდგომარეობაშიც ვართ ისე შესაბამისი ესე ვთქვათ. გიყვარს ისე ნაძვის ხის აწყობა. ეხლა მე მაგალითად აი მართლა ვგიჟდები. 1 დეკემბერს ვაწყობ. 1 დეკემბერს აუცილებლად. და რაც უფრო დიდ ხანს დგას, ხანდახან მარტამდეც მიდგას. ხო. იცი რა უნდა კითხო ეს წამლები რატო დამილაგეთ? ჩვენ ზოგადად პარტნიორი ყავს კეტონალი, ის გამაყუჩებელი არაჩვეული 7 წუთში აყუჩებს. ის ყველაზე ეფექტურია. მე ვფიქრე ახლა 2-ში რა გიწევთ ხოლმე ხშირად ექიმებთან სიარული, მე კარგად გამყოფოთ, მაგრამ მე მომწონს პსპ-რო და ახალ წელს და დაბადების დღეს მილოცავს ხოლმე. ჩვენც გილოცავს ყოველთვის. ხო და რაღაცა ხოზე ექიმები რო გილოცავენ და ძალიან მიყვარს სიმართლე გითხრა. ხო. ექიმებთან ურთიერთობა. ჯერთი მიმაჩნია რაღაცა შინაგანი კულტურაა, რომ ჯანმრთელობა აკონტროლო, არა? რა თქმა უნდა. ხო და ექიმებთან დაკავშირებული კარგი ისტორიები. კი, მითხარი. ხوار გამიბრაზდება. კი, არა, რაღაც ისტორიების გამო ხო ხდებით ახლა თქვენი ისტორიები მახსოვს პირველი მოსვლაზე ისეთი მაგარი ისტორიები მოყევით. მე ვარ ცნობილი იმითი, რომ მაწუხებს არ სანამ შემაწუხებს უნდა გავაკონტროლო რა. აი ძალიან მიყვარს წინასწარ მივდივარ ეხოსკოპია სისხლის ანალიზი წელიწადში 2-ჯერ როგორც წესი რა. ეს მიღებული ფორმა მაქვს და სხვებსაც ამას მოუწოდებ, მაგრამ ყველას ახლა თავის აზრი აქვს, ზოგი საერთოდ არ დადის ექიმთან, ზოგი არ ცნობს წამლებს და რაღაცა ეს. მაგრამ ერჩებ მეგობარს არ ვიტყვი სახელს და გვარს, მაგრამ ყველა იცნობს და ცნობილი ადამიანი მსახიობია. მოკლედ კერჩი რაღაც ტკიოდა რა და ნუ რაღაც უწუნებდა და არ მიდიოდა ექიმთან, იმიტომ რომ არის ეგეთი დიაგნოზის შიში ქონდა რა, აი რომ რას მეტყვიან და აი წინასწარ ნერვიულ მე აი ამდენ ნერვიულობას და მკითხაობას ერთხელ წადი თუ რამე საშიშია მოიშორე დროზე რომ არ გართულდე ვერ დავარწმუნე და მოკლედ აი ესე ძალიან ბევრი ყიჟინის მე ვიცნობ ყველას ვეუნები წაგიყვან წამოყვები რაღაცა და აი ნუ შეშინებული დაპატარავებული ნერვიულ წავათრიე ძალით ხო წავათრიე და იქ უთხრეს რომ კი ბატონო მოვბრძანდით ოღონდ სანამ კერდის ეხოს გავაკეთებ სრული კვლევა ჩავიტარო ჯობია იმიტომ რომ ქალის ორგანოები ვთქვათ საშვილოსნოსთან კერთან ერთმანეთთან კავშირშია ეს ყველაფერი და გამოვიკვლიოთო გინეკოლოგთან შებრძანდით ჯერო სახე ხომ მოენგრა იმას იმიტომ რომ ეხა კიდე გინეკოლოგთან უნდა შევიდეს და კერდის ეხოზე როგორ ნერვიულობდა და ეხა კიდე გინეკოლოგთან და არ მინდა გაქცევა უნდა, მაგრამ გადახდილია გაიგე თანხა და ვეღარ გარბის და მოკლედ წამოდი მევთხარი შეკვები იმასაც ვიცნობ. შევედით გამარჯვებად, მოვბრძანდით, შემომყევიო.
ეგოგო გინეკოლოგთა რატო შემოყვեմ? არა, აი სანამ ხეთ ის გასინჯვამდე რა, კარგი შევყევი და მოკლედ ზივარ და ეს ხალი ავსებს მოკლედ ეს ექიმი რაღაცა გვიცნო, გვესაუბრა რაღაცა და რა გაწუხებ დაბძანდით ისე. დაიწყო შევსება. აი რამდენი წლის ხართ ეკითხება, რამდენი შობიარობა, რამდენი აბორტი, რა ვიცი, ნუ რაც ის და პარტნიორი ყავთო, ან ქმარიო, მოქმედიო? ხო. მოქმედი ქმარიო, რას ნიშნავს? აიო, რამდენჯერ გაქვთო ქმართანო სექსუალური ურთიერთობა, ორჯერ თუ მეტჯერო? თვეშიო, ამან კითხა და აი მე არაო, თვეში არაო, დედა, ნუ აი რას ფიქრობენ ეს კაცები, აი რას ფიქრობენო საერთოდო რა. თვეში ორჯერ არა, კვირაში ორჯერ აუცილებელიაო ჯანმრთელობისთვისო. ეუბნებ. ამა როგორ გამომხედა, იცი, დაბრედილი ვარ, ეხლა რო გამიყვანს მოუკლავს და გაბრაზებული, ეხლა უკვე ექიმთან როა ის აღარ აწუხე, უკვე ქმრის მოკლა უნდა და ეს ექიმი მიხვდა და აი ნუ აი რა მართლა რას ფიქრობენ ეს კაცები? თვითონ კარგად დაძურებიანო და ცოლსო რო ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ჭირდებაო კვირაში ორჯერ სექსუალური ურთიერთობა, ამაზე არ ფიქრობენ. დანიშნულებაში ჩამიწერეთ რაო ეს წამოწე. აი ხაი ჩამიწერეთ. დანიშნულებაშიო და წავიღებ მაგას მეო ეხლა. რეცეპტი. კვირაში ორჯერ. აუ შენ არ გინდა კი ბატონო. აფარებო სახეზეო. რამდენიმე ეგზემპლარი მეუთხარი, ერთი დააკარი იქ, ერთი დააკარი სახში ერთი. და ესეთი ისტორიები მაქვს უამრავი. კი, მიდი. ერთხელ ვიყავი ეხოზე, მივაყოლო? კი, აბარა. მე ვიყავი ეხოზე, არაფერი, აი ეს ეხოსკოპიაზე მივედი და ეს კაცი არის, არ ვიცი, აი ძალიან პოპულარული ეხოსკოპისტი და რიგები აქვს, ჩაწერები და ხო, ის თვითადრე ხო და ცოცხალი რიგი ცალკე და ერთი ამბავია და მოკლედ შემიყვანეს დიდი ნაცნობობით იმით. არა და ფეხმძიმეების ხედან ბევრნი და როგერიდება, ხო იცი ფეხმძიმე ადამიანებს ახლა გოგოებს როგორ გადავახტე და ზივარ რიგში. ერთი გოგო იქცევს ყურადღებას, აი არაფერ შუაში ექიმთან ვიზიტისთვის არ გამოიყურება. რაღაცა სეტკა, კალგოტკები და მაღალი ქუსლები და მოკლე ვიწრო იუბკა და ეს ტუჩები მკერდი იქ რაღაცა ისი იყო ძალიან ხო. მაგრამ ყველა რაღაცნაირად ეს საწყალი ფეხმძიმე გოგოები დაღლილები იმას ისაწუხებს, იმას ის ტკივა ზოგს რაჭირს და ეს გოგო რაღაცა არაფერ შუაში არ იყო რიგში, მაგრამ კარგი. მოკლედ ხო და მე რო უკვე შევედი და უკვე გამოვდივარ, პასუხს მიწერს იქ გოგონა როუზით დამხმარე, ხო? კომპიუტერზე მიკრებს იმ პასუხს ჩემსას და უნდა მომცეს. ამ დროს შემდეგი უკვე შემოვიდა. შემდეგი აღმოჩნდა ეს გოგო. და მეო გინეკოლოგმა გამომგზავნაო, ვაგინალური ეხოსკოპია უმჭირდებაო. ხო და კი ბატონო დაწექითო. და ვაგინალური ეხოსკოპია, იცი? არის გაგიგია, ხო, ხდები. ანუ ეხოსკოპია ჩვეულებრივი არის აპარატით ზემოდან და ვაგინალური არის კონუსის ფორმის აპარატია, რომელიც ღრმა კვლევას აკეთებს შინაგანს, ანუ ამ გოგო მეტყობა არ იცოდა, მაგრამ რაც უთხრეს მოვიდა და ამ გინეკოლოგს ეუბნება. ჩვენ გვესმის ახლა დიალოგი. უცებ ხო და ამ ბოდიში ხო შეიძლება. მოკლედ, აი ამ კონუსური ფორმის იმას უნდა გაუკეთდეს ჰიგიენისთვის პრეზერვატივი. ამ ექიმმა რო ამოიყვეთყო ამ გოგოს კივილი ისმის. მე მარხვაზე ვარ. და ექიმის პასუხი. ეს სამარხვოა, ქალბატონო. აი მაგრესია. პარტლოცოს. აი მობეზრებული ქონდა ამ კაც აი ეს სამარხვა. ერთი და იგივე პასუხი. იმდენი შტერობა მოусმენია ეთყობა რა რა. სამარხვა. აუ მაგარია. ძალიან სასაცილო იყო ეგ.
აი ეგრე რა და ეგეთი რაღაცა მემართება სულ. კაია. გააგზელე, ესე იგი არ გაჩერდე ძალიან კარგი ვარ. მობეზრებულ ექიმზე გამახსენდა ეხა ერთი რამე. ტკიოდა ხერხემ წელიც მალა რა. და რაღაც ტრაუმისგან, მოკლედ ბავშვობაში გადმოვასკდი მოტოციკლეტიდან და წლები მტკიოდა კარგა ხანს და მე ვიღაცამ ეს რომ მიეჩვევი უკვე და რო ტკივა რა, ოღონდ ისეთი ყრუტკივილია, მაინც და მაინც არ წუხდები, მაგრამ ვიღაცამ მითხრა რომ მე მოვირჩინეო, საშინლად მაწუხებდაო და ძალიან კარგი ექიმია და მიმასწავლა და მივედი ამ ექიმთან. ხო. ხა ეგ ხوارი აი როგორ განეწყობი პაციენტი, ხო აი პირველი შეხვედრა რო შევედი. აი ესეთ სახე აქვს იმ კაცს. მჟავე. კიდე პაციენტი მოვიდა რა. დაღლილია. არც პროფესია აღარ უნდა. ხო. არც პაციენტის დანახვა და აი რო რაღაცნაირად წავიდე თუ რა გავაკეთო, აი რაღაცნაირად ვიცი რო და ვცდილობ ეხლა რომ ამ კაცს უღიმი რო იქნებ მოვიყვანო ხასიათზე რა რო ცოტა ისე რა გაწუხებთ. სახე არ იცვლება სფინქსი. მივეცი ეს ჩემი გადაღებული რენტგენი. უყურებს. აი მე ვფიქრე რა მჭირს ხა ესე უყურებს 1 საათი. ან გონში არ ვერ ხვდება რა არის საერთოდ. ან რაღაც რაღაცა იცი. ან აი ესეთი უემოციო უყურა. ეს თქვენია? ვისაც მოგიტანდით, მე ვთქვი, ხო ჩემია. და უკეთებს იმას, უკნიდა რომ განათება შუშაზე, ხო იცი, იმას დაამაგრა, ეხა უყურებს. და გამომხედა. მარტო მოხვედით, მეკითხე. ხო მეთქი. აი მალაზე გიზით და რა ვიცი, ესე მითხრა. ხო მეთქი, მაგრამ აი ბახერხებ და ვცდილობ რომ არა ეს პროგრეს განიცდის და მხოლოდ უარესისკენ წავა. ხო და მე ვთხარი მაგიტომ მოვედი რომ პროგრესირება კი არ განიცადოს, რაღაცა მიშველოთ მეთქი. უბრალოდ მე ვთხარი ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში მოძრაობაში მზღუდავს მე ვთხარი და პროფესიიდან გამომდინარე გინდათ რა ვიცი ასაკიც არ მაქვს აი იმისო რომ ვერ ვიარო მე ვთხარი და მაგიტომ მოგაკითხეთ ვართობ ხა მოიყვანო ხალხი ხო ცოტა რაღაცა სახე შეეცვალოს აბსოლუტურად აი ზედმეტად დაბოტოქსებული ვით იყო აი გადაჭიმული და აი დაწექითო მითხრა ზღუდავს მოძრაობაში კი ბატონო შევამოწმო დავწექი მარჯვენა მუხლი გადაიტანეთ მარცხნივო და მარცხენა მხარი დატოვეთო არ გაანძრიო თუ გადავიტანე მარჯვენა მუხლი მარცხნივ ეხა მარცხენა გადაიტანეთ მარჯვნივ გადავიტანე ანუ ესე რაღაც რვიანი ეხა დაიხარეთ და იატაკს შეახეთ ხელი დავიხარე იატაკ ეხლა მუხლები მიიზიდეთ და მკერდთან მიიტანეთ მივიზიდე მივიტანე და მიყვე და რისი გაკეთება გსურთ მეკითხე კიდე დამატებით აი რაში გზღუდა და რისი გაკეთება გსურთ არაფრის კარგად ბრძანდებოდეთ მე ვთხარი იმის მე აღარ მტკივა გამიარა არ გეტყობი ფსიქოლოგიურად კიდე დამატებით რა გინდა არა ეს მარტო მოხვედით ანუ მოსატანი მდგომარეობა მქონდა გაიგე ანუ როგორ ანუ ისეთი მდგომარეობა ვიღაცას უნდა ხელით შევეყვანეთ იქ ხო კიდე გაქვს ექიმებთან რამე რა ვიცი ვეღარ ვიხსენე კიდე რამა აუ ექიმებზე გამახსენდა ერთი ისტორია გინდა კი ოღონდ ჩემამხანაკს ეხება და ცოტა უხერხული არა სახელით არ ვახსენე სახელს ცხადი არ ვახსენე ისიც მკერდის ექიმთან მივიდა და ექიმმა უთხრა რომ ხელით უნდა გავსინჯო მკერდიო და კი ბატონო ამან უთხრა და ზის ესე და გაიხადეთო წელზე მოდ და დაწექითო უნდა გავაკეთო ეხა ისე არ გამომი ხო და ესე მოკლედ დაწვა ეს გოგო და წელზე მოდ გახდილია და იმ ექიმმა წავიდა ხელი დაიბანა და რომ მოუახლოვდა ეს ჩაიწია ადგილი გაუთავისუფლა ადგილი
ილი დაუთმო. ორივე ტერიტორიო. აუ რა მაგარია. ისე ვერ დაეწეოდა ისე ჩაიწია. აუ ძალიან მაგარი იყო, აი ძალიან მაგარი და კიდე რა ვქნა, კიდე რა მოყვან. კაი იყო. იცი რა უნდა კითხო, ახალ წელს როგორ ატარებ ხოლმე? ადასარევ. აი საიდან იწყებ და აი როგორ იწყება შენი ახალი წელი და სად მთავრდება? ერთი ყველა ჩემთან ხდება ჩემი ოჯახის წევრები, შვილები, რა თქმა უნდა, დედა ჩემთან მოდის ხოლმე. ეხლა სიძე მყავს გოგო გამithხოვდა და ისინი ჩემთან იქნებიან და როგორი იყო, კაი ბიჭია? ძალიან. ძალიან კარგი. ხო და მოკლედ რაღაცნაირად მიხარია ჩემთან სახლში ეს ახალი წელი და აუცილებლად მე ვარ მეკოლე. არც არ ვუშვებ. შეხა ყოველთვის მეკოლე. ხო, ამიტომ 12 საათს სახლში არ შევხვდ, სულ ქუჩაში ვარ. ანდა ქუჩიდან შემოდიხარ სახლში. ხო. ხო, და მე როგორ და აგდები? წყრი ესეთ მას რაღაცებს. ხო. ამფეტებს მარტო არა. დოლარებს. დოლარებს. კაია, მე მუშაობს. მე ხლა არ ვიცი, წელს დოლარები არ შემომიყრია, მაგრამ ხო და წელს რაღაც ევროებზე გადავალ მე მაინც. კაია, თუ ევროზე გადახვალ, ეს გვაწყობს ძალიან. ევრო შეყრა და განსაკუთრებით გვაწყობს. ხო, იქნებ მე როგორ გრძელდება პირველი, მე ორი. მე უკვე აი ძალიან ისეთი როდის იღლები, ანუ როდის იღლები, რომელ დღეს არ ვიღლები მე ახალ წელს. ხო, ანუ როგორ გიждები. ხო, ანუ პირველი მე მაგალითად ორში უკვე ვიღლე დაღლილი. შენ სხვა ამეთქო. არ სვა, მაგრამ მე არ. აბა რა გღლის? ჭურჭლის რეცხვა შენ არ დაგღლის და რა გღლის? ჭურჭელსაც არ. სტუმრიანობა? არა, აი, ბევრი საჭმელი სიტყვაზე. ბევრი საჭმელი კი, მე ტკბილთან არ მიყვარს. ხო. ხო, მაგრამ აი ძალიან მიყვარს აი ეს ერთმანეთთან სტუმრაცია. მე ჩვენ ძალიან ბევრნი ვართ, კლანი. დიახ. ოჯახი და იქ ქმრის მხარე, იქ ჩვენი ბების ტრადიცია იყო მედიკოსი, რომ ქალბატონი მედიკოსი აუცილებლად ყველანი უნდა შევკრებილიყავი და საახალწლო ფოტო ქონოდა და ეხა უკვე რაღაცა ნელ-ნელა გამოგვაკლდა მედიკო არ არის, მამა ჩემი აღარ არის რაღაცა, მაგრამ აი ამ ტრადიციას ვინარჩუნებთ და აუცილებლად ერთად ვართ. პირველი ორი აი რაღაცა სხვანაირი ტრადიცია, რომელიც ძალიან მიყვარს და ძალიან მახალისებს და ყველგან მორთული სახლი, ყველგან სიბრწყვილე, ყველგან კარგი განწყობა, საჩუქრების გაცვლა და აი კარგი. გააქვთ ეგ ტრადიცია საჩუქრების ყუთებში შეფუთული ყუთები. კი, აუცილებლად და ვითომ რომ მალავ და წინასწარ უნდა ნახო და რაღაცა მიყვარს, რა ვიცი, ამას ეს იმას, ყველა თავისთვის რომ მოსალოცებს აწერს და დევს ამ იმაში და აზვის ხის გარშემო დევს მე ეს საჩუქრები და არ უნდა ნახო, მე ეჭვმაქ რომ ნახულობენ და ისევ დებენ, მაგრამ ყველაზე მაგარი ხო, ხელში და 8 ჯანჯღარებს შიგნით რა ნამხელა მოცულობის რაღაც დევს ამოწმებს. იცი როგორ კონვერტია ყველაზე სასიამოვნო საჩუქარი. კონვერტში იცი რომ ფული უნდა იდოს წესით. ან მისალოცი ბარათი გიგოცავთ? ბარათს მოყვება თანხა. ვერ მოვასწარიყიდო შენ გაიხარე, მე ვიყიდე რაც მე მინდა. ეს კაია, ეს ყველაზე ძალიან მეც ეს მომწონს, იცი რა. ვერ მოდი შენ რაც გაგიხარდება ის იყიდე. ბაბუა ჩემ ბავშვები ვიყავით ხოლმე და სულ რაღაცას ჩუქნიდა და მე უკვე საჩუქრების დრო და თავი რო არ ქონდა ბალიშის ქვეშ ფულს გვიდებდა. ხო. და მე უკვე დაგცინოდა ხოლმე გვაშაყირებდა და ბებია ჩემსაც უდებდა და ემა და რაღაც მაშინის იყო მანეთიანებს რკინის მანეთიანებს უდებდა ხოლმე ბალიშის ქვეშ თებერვლამდე და დაგცინოდა ხოლმე. იცი როგორი შეგდა მე აი ასე მგონია რომ ქალბატონ მედია ჩახავას ხოდა არაჩვეული იუმორის გზნობა. მე ესე შეგზდება მაქვს მართალი ვარ თუ არა? იუმორის? ხო რა ვიცი. ყოველ შემთხვევაში სუკარ ხასიათზე რო იყო ნამდვილად და ყველაფერს უყურებ და სუბუქად. აი არაფერში არ დებდა რაღაცა პრობლემას, მე არ მახსოვს რომ უიმედობას მოეცვა რამეში და თუ ვინმესთან ოპტიმისტი იყო. კი და თუ ვინმესთან ქონდა კონფლიქტი ალბათ ჩემი ბრალი იყო. ალბათ ჯერ მე ვაწყენინე, რომ იმასთან არ ქონოდა მე რაღაცა ის, აი ძალიან კეთვისებაა, რომ თავის გამართლება ხო ქონდა იმას, რომ ესე რახან ესე მოიქცა ან რადგან ესე თქვა და რაღაცა. იმას თავის სიმართლეა. აპატიეკაც ალბათ ხო, აი რაღაცა და მისთვისაც უფრო მარტივი იყო ეს გადასატანად
და შემდგომი ურთიერთობის გასაგრძელებლადაც მარტივი იყო უფრო და ყველას თავისი იმათლია, მართლა ეგრეა და ყველას თავისი გადმოსახედიდან ხო. ისე შენ ახალი გადაცემით პირველი სტუდია, ალბათ რამდენი ისეთი ამბავი მოისმინე, ხო? სტუმრებისგან, ხო? ესეთი. ხო. სხვაშორის გულწრფელები არიან, მიკვირს, იცი, მაგრამ ბევრმა მითხრა, რომ აი პირველად ყვები ახლა შენ გადაცემაში და პირველ რაღაცა და აი ჩემი მიზანიც ეგ იყო, რომ ძალიან შინაურული ყოფილიყო ეს საუბარი და ბუნებრივი და ნელ-ნელა იხსნება მე რესპონდენტი და რაღაცა. ისეც არც არაფერს არ ვეკითხები, რომ რაც არ უნდა იმ კითხვას არ სვამ და თან შეთანხმება გვაქვს, თუ რამეზე თქვათ ილაპარაკა და აღარ მოუნდა და მე ნეტა არ მეთქვა, აუცილებლად ამოვჭრი და არ დაუტოვებ. ასე რომ მტრები არა ვართ. ხო. ეკა, უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადო. მორჩა? ხო. ნაძვის ხე მოგვაქ ეხა, მივდიოთ და მომაქ ნაძვის. ეხლა ჩვენ არ დავშლი სტუდიას, რომ ეხლა რომ დავამთავრებ და წახვალ სახში, რომ ნაძვის ხეს გამოგაყოლებ ეხლა ერთ. ხო, მაგიტო გავხედე ეხლა. ხო, რომ ახალი სეზონიდან უკვე ჩვენ ცოტა მოგვიანებით შემოვართ ახალს, მაგრამ ახალი წლის განწყობა მაინც იქნება და თოვლით მოფენილი თქვენი სტუდია თლიანად. კი ბატონო. სულ იყოს მოფენილი. ძალიან დიდი მადლობა. არაჩვეულებრივი რესპონდენტი ხარ. აი ესეთი სასაცილო, გემრიელად სასაცილო ისტორია, რა ვიცი, მე აი ხანი არ მომისმენია და უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადო ამისთვის. მინდა რომ წარმატებული წელი გქონდეს შენც. ძალიან დიდი მადლობა, მეც იგივეს გისურვებ და წარმატებული წელი მთელ საქართველოს. ხო, მთელ საქართველოს ეს რა თქმა უნდა ყველაზე მნიშვნელოვანია. უღრმესი მადლობა ძვირფასო ტელემაყურებლო, ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ქალბატონი ეკა ჩხეიძე. დღეს მე ამით გემშვიდობებით ერთმანეთს შევხვდებით ახალ სეზონზე ძვირფასო ტელემაყურებლებო, ნახვამდის. გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის აფთიაქი. Pinexi 1 კილოგრამი ამანათი ჩინეთიდან $8. მიწოდება 5 დღეში. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.